საუბარს ვაგრძელებთ ამჯერად უკვე მკურნალის რუბრიკით, როგორც დავაანონსეთ რამდენჯერმე. ალექსანდრე გოგინავა ინფექციონისტი გახლავთ ჩვენ დღევანდელი მკურნალის რუბრიკის სტუმარი და ვისაუბრებთ ენტეროვირუსსა და კვებით ინტოქსიკაციებზე, რომელიც განსაკუთრებით აქტუალურია ზაფხულის პერიოდში, მას შემდეგ რაც დათბა, მეტნაკლებად მაინც დათბა. პირველ რიგში მოგესალმებით, მადლობა სტუმრობისთვის და საინტერესო იქნებოდა იმის გაგება, ჯერ რაღაც ზოგად დონეზე, თუ რა იწვევს აი ამ პრობლემას ორგანიზმში. ბატონო, მოგესალმებით. დიდი მადლობა მოწვევისთვის. მივესალმები ტელემაყურებელს. საკითხი ნამდვილად აქტუალურია და დაგეთანხმებით, რომ ცხელ სეზონზე უფრო მეტი შემთხვევები გვაქვს ხოლმე, როგორც ნაწლავური ინფექციის, ასევე საკვებით გამოწვეული ინტოქსიკაციების და ამას თავისი მიზეზები აქვს. ზოგადად ნაწლავურ ინფექციებს და საკვებისმიერ ინტოქსიკაციებს იწვევს ძალიან ასე ვთქვათ მრავალფეროვანი გამოწვევები აქვს. ეს არის ბაქტერიები, ვირუსები, შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა სოკოვანი აგენტებითაც და სიმპტომატიკა აქვს მსგავსი. ჩამოთვლი, იმიტომ რომ ეს ყველასთვის ნაცნობი სიმპტომებია, ეს შეიძლება იყოს თქვა გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, ნაწლავთა დისფუნქცია, დიარეა, ტემპერატურის მატება. თითქმის ყველა, ასე თქვა ნაწლავური ინფექცია, ის გამოწვეულია ვირუსით თუ ბაქტერიით, იწყება მსგავსად. ახასიათებს ეს მწვავე სიმპტომები. თუმცა მათი მკურნალობის ტაქტიკა სხვადასხვა და მნიშვნელოვანია რომ გავმიჯნოთ თქვად ასაკობრივი ჯგუფები, რისკ ჯგუფები იმისთვის რომ სწორად ჩაუტაროთ პაციენტს მკურნალობა და რას გულისხმობ. ყველა ამ პრობლემამ შეიძლება მოგვცეს მთავარი ასე ვთქვათ, რაც არის დეჰიდრატაცია, ანუ გაუწყლოება. და გაუწყლოება რისკ ჯგუფებში, როგორც არის ასაკოვანი ადამიანები, ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანები, მცირეწლოვანი ბავშვები, 2 წლამდე ბავშვებში, ბევრად უფრო სწრაფად დგება. ამას რატო აღვნიშნავ? იმიტომ რომ ახლა ეს პრობლემა აქტუალურია და აქედან გამომდინარე, თუ აი ამ კონტინგენტში ეს სიმპტომები განვითარდა, მნიშვნელოვანია რომ მათ დროულად მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას და მიმართონ, ასე ვთქვათ, ექიმს, რომელიც სწორად შეაფასებს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას. აი, ყველა შემთხვევაში უნდა მიმართონ ამ სიმპტომების დროს ექიმს, თუ შესაძლებელია მაინც სახლის პირობებში ან კონკრეტული ასაკის ადამიანის შემთხვევაში. აი, ზუსტად ამას აღვნიშნავ, რომ რისკ ჯგუფში შემავალმა ადამიანებმა, ანუ 60 წელზე მეტი ასე თქვა ასაკის ადამიანებმა, ვისაც აქვს ქრონიკული დაავადება, მაგალითად გულსისძაფთა დაავადება, თქვა თირკმლის ქრონიკული დაავადება, იმუნოდეფიციტი, მცირეწლოვანი ბავშვები, 2 წლამდე ბავშვები. აი, ეს არის კონტინგენტი, ვინც ჯობია, რომ წვავე დაწყებული სიმპტომების 48 საათში ასე თქვა მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას. დანარჩენ კონტინგენტში თავარი არის რომ მოვახდინოთ ადეკვატური რეჰიდრატაცია, ანუ შევსება სითხით და ელექტროლიტებით. როგორც აღვნიშნე, გამოწვევები ძალიან მრავალფეროვანია და მათ უმრავლესობას რაიმე სპეციფიური მკურნალობა არ სჭირდება. ანუ რას გულისხმობ? თუ გვაქვს ვირუსული აგენტით გამოწვეული, ასე ვთქვათ, ენტერიტი და ნაწლავური ინფექცია, საკვებისმიერ ინტოქსიკაცია, მხოლოდ რეჰიდრატაცია გჭირდება და მეტი არაფერი. თუ ეს სიმპტომები ხანგრძლივდება, თქვათ, მე არ გულისხმობ ამ ეტაპზე რისკ ჯგუფებს, ანუ დანარჩენ პოპულაციაში, აი 3 დღეზე მეტ ხანს გვაქვს სიმპტომები და ამ სიმპტომებს აქვს მუდმივად მზარდი ხასიათი, ეს უკვე ნიშანია, რომ ნებისმიერმა ჩვენთაგანმა უნდა მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას. ასევე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სიმპტომი რაც არის სისხლიანი დიარეა, აი ეს ამაზე მინდა რომ ორი სიტყვი თქვა, ეს მიუთითებს, რომ საქმე გვაქვს საკმაოდ საშიშ მდგომარეობასთან და როგორც წესი ბაქტერიული აგენტით გამოწვეულ, ასე ვთქვათ, ნაწლავურ ინფექციასთან და ასე დროს პირველივე დღეებში თუ მსგავსი რამ შევნიშნეთ, უნდა მიმართოთ ასევე სამედიცინო დაწესებულებას. დიახ, კიდევ ერთხელ, როგორ უნდა დავიცოთ თავი, რა არის მთავარი პრევენციის ზომები? ალბათ მარტივი იქნება იმის გააზრება, რომ უნდა დავიცოთ ჰიგიენის ელემენტარული წესები და მინიმუმ ხელები დავიბანოთ, როდესაც გარეთ გავართ შინ დავბრუნდებით სახლში. თუმცა აი გარდა ამისა, კიდევ სხვა რა პრევენციის ზომები არსებობს იმისთვის, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვიყოთ დაცული ენტეროვირუსის თუ ზოგადად მოწამვლისგან. კი ბატონო, სხვადასხვა ასე ვთქვათ, გზით შეიძლება დავინფიცირდეთ. პირველ რიგში ამას ვუთქვი, ეს არის კონტაქტური გზა, ანუ თუ
თუ დაინფიცირებულ ზედაპირ შევეხებით და შემდეგ აი დაბინძურებული ხელები მოხდება ლორწოვანზე, მათ შორის მაგალითად პირის ღრუში, ვთქვათ ასე რომ შეიძლება მარტივად დაინფიცირდეთ როგორც ვირუსული, ასევე ბაქტერიული აგენტებით და დაგვიმართოს ნაწლავური ინფექცია. მეორე, არსებობს ასე ვთქვათ სხვადასხვა ნაწლავური ინფექციის გამოწვევი მიკრობები, მათ შორის ბაქტერიები და ტოქსინები, რომლებიც ძირითადად ასე ვთქვათ საკვებად ასე ვთქვათ მალფუჭებადი პროდუქტებით ხდება მათი გავრცელება. აქედან გამომდინარე, ზაფხულის პერიოდში მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება მივაქციოთ პროდუქტების სწორად შენახვას. ანუ რომელ პროდუქტს სჭირდება სამაცივრო ასე ვთქვათ პირობები აუცილებლად უნდა სამაცივრო პირობებში შევინახოთ, როდესაც არის პროდუქტები, რომლებიც ვთქვათ უნდა გამოვიყენოთ რაღაც კონკრეტული დღეების განმავლობაში, არ უნდა გადავაცილოთ და აუცილებლად უნდა ვადას დავაკვირდეთ. აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ მალფუჭებად პროდუქტებს სწორად მოვიხმართ, დავიცავთ ჰიგიენურ ნორმებს, ეს თავიდან აგვაცილებს ხშირ შემთხვევაში ამა თუ იმ ნაწლავურ ინფექციას და მესამე ასევე მჭიდრო კონტაქტები. ეს დაავადებები, ასე ვთქვათ, ნაწლავური ინფექციები ხშირად ხდება ზღვის სეზონზე და საზღვაო კურორტებზე და რატო? იმიტომ რომ საზღვაო კურორტებზე პირველი ჰიგიენური ნორმების დაცვა გარკვეულ შემთხვევებში რთულია, მეორე ხშირ შემთხვევაში პროდუქტების შენახვას ვერ უზრუნველყოფთ სწორად და მესამე არის სიმჭიდროვე. ზოგიერთი მათგანი წვეთოვანი და ჰაერწვეთოვანი გზითაც გადადის, ამიტომ მჭიდრო კონტაქტების შემთხვევაში შეიძლება მოხდეს ადვილად დაინფიცირება. აქედან გამომდინარე, თუ დავიცავთ ამ წესებს, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ანუ ჰიგიენურ ნორმებს, მეორე პროდუქტების სწორად მოვლა და შენახვა, მესამე თქვად გარკვეულწილად უნდა იყოს ისეთი დისტანცია, რომ ადამიანი და ადამიანზე დაავადების გავრცელება არ მოხდეს და მეოთხე და ასევე მნიშვნელოვანი თითოეული ჩვენთაგანი სოციალური პასუხისგებლობა. ანუ თუ აღგვენიშნება მსგავსი სიმპტომები, აუცილებლად უნდა მოვერიდოთ სხვა ადამიანებთან ახლო კონტაქტს, იმიტომ რომ მათ ამ დაავადებების უმრავლესობა ასეთ კონტაქტური გზით და გარკვეულ შემთხვევაში ჰაერწვეთოვანი გზითაც ვრცელდება. ამიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რითაც შეიძლება ჩვენ ასე ვთქვათ, რისი ინფორმაციის ცოდნის შემთხვევაში შეიძლება თავიდან ავიცილოთ და ეს დაავადებები და აღნიშნავ, რომ აი აგვისტოს და ივლისის და აგვისტოს პერიოდში თითქმის ყოველწლიურად გვაქვს და ამ შემთხვევების მატება წელსაც მოსალოდნელია, მაგრამ თუ გაუფრთხილდებით, ასე ვთქვათ, ერთმანეთს და დავიცავთ ამ წესებს, მეტნაკლებად მოახდენთ პრევენციას ამ დაავადებების და კიდე ერთს აღნიშნავ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ზღვასთან არის დაკავშირებული და ასე ვთქვათ, მზესთან უფრო სწორედ და სიცხესთან. სიცხის გამო და მზის პირდაპირ მოქმედების გამო ისედაც დეჰიდრატაციას განვიცდით და აქედან გამომდინარე, თუ მსგავსი პრობლემები გვაქვს, თქვათ, ანუ ენტერიტისთვის და ნაწლავური ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები და ვიმყოფებით სადმე კურორტზე, აუცილებლად უნდა მოვერიდოთ მზის პირდაპირ მოქმედებას და მაღალ ტემპერატურას, იმიტომ რომ ეს კიდევ უფრო დააჩქარებს ჩვენ დეჰიდრატაციას და გაამწვავებს ჩვენ სიმპტომებს. კი ბატონო და ცოტა დრო გადარჩენილობთ მაინტერესებს დეჰიდრატაციის შემთხვევაში, რადგან ვსაუბრობთ, ელექტროლიტების მიღება თვითნებურად რამდენად რეკომენდებულია, თუნდაც ბავშვების, ასევე მოზარდების შემთხვევაშიც. არსებობს სპეციფიური ელექტროლიტები და ასევე წყალი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რომლის მიღება შესაძლებელია თვითნებურად, თუმცა გარკვეულ შემთხვევებში, მათ შორის მცირეწლოვან ბავშვებში და ასევე ასაკოვნებში, მაინც უმჯობესია, რომ გავიაროთ კონსულტაცია, ასე ვთქვათ, ექიმთან და ექიმის რეკომენდაციით მოხდეს თუნდაც ელექტროლიტების შერჩევა და დანიშვნა. და დოზირება. თუ თქვათ, ამის გამოცდილება გვაქვს, მაშინ შეიძლება სახსრების პირობებშიც მივიღოთ, მაგრამ კიდევ ერთხელ აღნიშნავ, თუ სიმპტომები არ უმჯობესდება, უკვე ასე დროს ნებისმიერმა ჩვენთაგანმა 3 დღის შემდეგ უნდა მიმართოს ექიმს. რისკ ჯგუფებში კიდე აღნიშნავ, არ უნდა დაველოდოთ 3 დღეს და რაც მალე მიმართავთ, უკეთესია, იმიტომ რომ რისკ ჯგუფებში არის იმის დიდი ალბათობა, რომ სწრაფადვე განვითარდეს დეჰიდრატაცია და მასთან დაკავშირებული შემდეგ უკვე სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემა. ძალიან დიდი მადლობა ბატონო. მიმართეთ ექიმს აუცილებლად ყოველთვის ჯობია. მივმართოთ ექიმს, სპეციალისტს, ჯერ პირველ რიგში ყველას უსურვოთ, რომ არ დასჭირდეთ ეს, მაგრამ თუ კი მსგავსი პრობლემის წინაშე აღმოჩნდებით, მიმართეთ სპეციალისტებს და მიენდეთ თანამედროვე მედიცინას. ყოველთვის შემერჩევა ხოლმე ეს ჩვენი მკურნალის რუბრიკის
ფარგლებში და დღევანდელი ჩვენი მკურნალის რუბრიკის სტუმარი გახლდათ ალექსანდრე გოგინავა, ინფექციონისტი და ვისაუბრეთ ენტეროვირუსსა და ზაფხულის პერიოდში საკმაოდ ხშირ კვებითი ინტოქსიკაციებზე. ვფიქრობ, იმ მცირე დროში რაც გვაქვს გამოყოფილი საკმაოდ დაუმწურავი პასუხებიც მოვისმინეთ ჩვენ სპეციალისტისგან და ასეთი იყო მკურნალის რუბრიკა სამშაბათ დღეს, რომელიც გემშვიდობათ ერთი კვირით.